გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ვოლოდიმირ პუტინი, მოგესალმებით, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო თავის პირველ პრეზიდენტობამდე და მახსოვს მაშინ რაღაცაზე ჩვენს ქვეყანაზე გაბრაზა და გასცა განკარგულება საქართველოს მოქალაქეებს უვიზო შემოსვლა შეუწყვიტეთო. მაშინ ჩვენ ისე როგორც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთში უვიზოდ მივდიოდით. დიახ და რაღაც გარკვეული პერიოდის მერე რუსებმა ვიზები შემოიღო ჩვენი მოქალაქეებისთვის. დაგვსაჯა რუსეთმა. რაზე დაგვსაჯა ახლა უკვე აღარ მახსოვს. დღეს იგივე მეორდება, უნდა ახლა ევროკავშირი ცდილობს დაგვსაჯოს. ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას ცდილობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რატომ გსჯის? იმიტომ რომ მის დავალებას არ ვასრულებთ. არ შევცვალეთ ხელისუფლება, არ ავირჩიეთ ის მთავრობა მას რომ სჭირდებოდეს. მოკლედ ამ ავტორიტარულ იმპერიებს ერთი და იგივე მიდგომა აქვთ მცირერიცხოვანი ქვეყნებისადმი. თუ არ შეასრულე მათი დავალება, დაისჯები. ეჭვმაქს ეს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ბოლო ვაზნად დარჩა ევროკავშირის თავის სადამსჯელო იარაღში. ალბათ ფიქრობენ, რომ ხალხის მასა აღელვდება და მეცხრე ტალღად გადაულის ქართულ ოცნებას, წალეკავს მას და ხელისუფლებაში იმ გასაცოდავებულ პერსონებს მოიყვანს, რომლებიც ბრიუსელს და კერძოდ ურსულა ფონ დერ აინე-კლაინეს მოსწონს. რას გვერდჩიან, არ იცით? ახლა ვინმე თუ მეტყვის, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ამას არ დავიჯერებ. არა, ბრიუსელი იმდენად ბრიყვი, რომ მართლა ამის სჯეროდეს. საქართველოში თუ დემოკრატიის უკუსვლა, მაშინ მანახონ ქვეყანა, სადაც საქართველოსთან შედარებით დემოკრატიის წინსვლა. უკრაინა, მოლდოვა, საფრანგეთი. საქართველოში დემოკრატიის ეგრეთ წოდებული უკუსვლა არის თითიდან გამოწვეული საბაბი და აზრიან ადამიანებს ეს მშვენივრად გვესმის. რაში გამოიხატება დემოკრატიის უკუსვლა? იმაში პოლიციელზე თავდასხმა რომ ისჯება, ესაა დემოკრატიის უკუსვლა. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა რომ ქვეყნის უსაფრთხოების ელემენტარული პირობა, ესაა დემოკრატიის უკუსვლა. ის რომ საქართველო რუსეთთან ომში არ ჩაება და თავი არ შეაკლა, ესაა დემოკრატიის უკუსვლა. საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, მე რომ მკითხო. 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში და აქედან 199 ოპოზიციურია. ესაა დემოკრატიის უკუსვლა. რამდენი საინფორმაციო წყაროა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ლანძღავს არსებულ მმართველ ძალას. რომელ არადემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე. ქვეყნის შინაური მტრები სულიად ღიად დადიან საზღვრებს გარეთ და ყველგან, სადაც კი ენა და ფული მიუწვდებათ, ცდილობენ ქვეყანას ავნონ. მერე კი შვიდად ბრუნდებიან უკან და განაგრძობენ თავიანთ უპრობლემო არსებობას. ვინმე იჭერს მათ? იმათაც კი არ იჭერენ, ვინც რუსეთიდან ღიად იღებს დიდ დაფინანსებას და იმ ფულის ნაწილი ძირს უთხრის ქვეყანას. და ასეთებს რატომ არ იჭერენ? მხოლოდ შემსრულებლის დაჭერა არ შველის საქმეს. მე ახლა ხელისუფლებას მივმართავ. რატომ არ იჭერთ ორგანიზატორებს? ხოდა როდესაც ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიუქმებენ, მერეც არ დაიჭერთ იმ ტერორისტებს, ვინც აქ ჩვენთან შვიდად დაიარება ქუჩა-ქუჩა, ვინც რუსთაველის პროსპექტის უკანონო პრივატიზება მოახდინა, ვინც ჩვენ გვიმწარებს ცხოვრებას და თუ არ დაიჭერთ მათ და არ გაასამართლებთ, მაშინ აღარ ვიცი რა სტრატეგია გაქვთ ძვირფასო ხელისუფალნო. ნელ-ნელა მივედით ანარქიამდე. განა ასე არაა? დიახ, ანარქიაა, როდესაც ზოგიერთს გონია, რომ სახელმწიფო თეატრი მას ანდერძით ერგო, რომ ქუჩის გადაკეტვა შეუძლია მაშინ, როდესაც მას მოეპრიანება და სულ ფეხებზე ყიდია სხვა ადამიანები, ამით წუხდებიან თუ არა. ამ ჰომო ერექტუსებს არ ესმით, რომ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ერთშენიერ დღეს უკვე ყოველგვარ ვიზა ლიბერალიზაციას მოკლებული 1,200,000 ადამიანი, რომელსაც დაასაკარგავი არაფერი ექნება, მართლა შეიძლება გამოვიდეს მათ წინააღმდეგ, თანაც ისე გამოვიდეს დედა შვილს რომ ხელში არ აიყვანს და შვილი კი დედას.
და ურსულა ფონ დერ კრემლმაც ეს მშვენივრად იცის და ჩვენს მოთმინებას სცდის. მას ურსულას აქ ამ რეგიონში უნდა აურზაური რომ არ ნდომოდა, სხვანაირად მოიქცეოდა თავზე, ხელს გადაგვისვამდა. და აი რატო სჭირდება აურზაური, ეს უკვე არ ვიცი. მაქვს ეჭვი, რომ ურსულა მოლაპარაკებულია რუსეთთან. დიახ, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც იყოს, იმიტომ რომ აქ აურზაური თუ დაიწყო, რუსეთი ადგება და უფრო ღრმად შემოვა ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში და ვინ გააჩერებს მას? ურსულა, გიგი უგულავა თუ ლევან მამამისოვიჩ სანიკიძე? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.